ისა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არწმუნეთ. ერთად ალოცველი გამყოფოთ, გაგახაროთ და გაგაზიაროთ უფალმა. როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ჩვენი პატრიარქის დაბადების დღე. 93 წლის გახდა ჩვენი პატრიარქი, უშელი უწმინდესი და ჩვენი სახელით ულოცავთ იუბილეს და ხორციელად აფრთხ მოვლენებას, ერთად კარგად ვიმყოფოთ და უზრუნველობაში კი არის, მაგრამ შეიძლება კიდევ დიდხანს ყოფილიყოს ჩვენი ეკლესიის სათეფრობელი და არ ვიცი ხართ თუ არა დაკვირვებული, მაგრამ მსოფლიო ისტორიის მანძილზე, ეკლესიის მსოფლიო ისტორიის მანძილზე ჩვენს პატრიარქს აქვს რეკორდი მოხსნილი უკვე. პატრიარქობის წლობის ხანძრობის მხრივ 48 წელი უკვე შესრულდა, 25-ში 59 წელი დაიწყო. მსგავსი რამ მსოფლიო ისტორიაში არ ყოფილა. ჩვენი პატრიარქია რეკორდი მოხსნა ამ მხრივ და ვერთვა დიდხანს ვიმყოფს. დალოცველი გამყოფოთ მაღალმა ღმერთმა. დღეს მინდა ვისაუბროთ ჩვენში ფართოდ გავრცელებული ეგრეთ წოდებულ ბედობასთან დაკავშირებით. აი, მასიური არის ეს და ეს ეგრეთ წოდებული ბედობა. შემოძვირფასებო, აი, ძალიან შევეცდები მარტივად თქვა სათქმელი. თუ კი ადამიანი დაიბადა და ყველა დაიბადა თუ კი არა, მაგრამ თუ კი მას დაბადებულ ადამიანს წინასწარ ბედი აქვს დაწერილი. ანუ ვიღაცა უნდა იყოს კეთილი ადამიანი. ხო, აქ ბედია გარანტირებული არის. კეთილი ადამიანი. მაშინ, როდესაც ის ღმერთის წინაშე წარდგება, ის ჯილდოს არ უნდა ღებულობდეს ცხოვრების სახით. იმიტომ ის დაწერილი ქონდა იმას წინასწარ. ან პირიქით თქვა. თუ კი ადამიანი დაიბადა და ბოროტება და უბედურება და ბოროტების ქმნა დაწერილი ქონდა, ეს უნდა ეკეთებინა, მაშინ ის როცა წარდგება უფლის წინაშე, საჯელს არ უნდა ღებულობდეს. იმიტომ რომ ერთნაირი უსამართლობა გამოდის, თუ კი დაწერილი აქვს წინასწარ ადამიანს ცხოვრების გზა და თვითონ ერაფერს ცვლის, ხო? და მასი არ არის დამოკიდებული. წარმატების შემთხვევაში ჯილდო და წარუმატებლობის შემთხვევაში, ცუდის შემთხვევაში საჯელი ერთნაირად არის უსამართლობა. ეს ხო ძალიან მარტივია, ამის გარკვევა. ანუ აქედან რა გამოდის? თუ როდესაც ჩვენ საუბრობთ იმ თემაზე, რომ ბედი, ან წინასწარ დაწერილი ბედის თაობაზე, ავტომატურად, ლოგიკურად მივდივართ ღმერთის უსამართლობასთან მიმართებაში. ავტომატურად ვამბობთ, რომ ღმერთი არის უსამართლო. ახლა მეორე კუთხით შეიძლება სხვა რაკურსით თქვას ადამიანმა, რომ აი მაგალითად ბედი რა, ვიღაცა რომ დაიბადა მდიდარია, ფული აქვს, დიდხანს ცოცხლობს, ჯანმრთელია, მეორე დაიბადა ავათარი, იდევნება და ასე შემდგომ. და აი ამას ხო ბედია, ამას ხო ის ერთ ცვლის ადამიანი. გეთანხმებით, რა თქმა უნდა, რაც ამ წუთში მე ჩამოვთვალე და დანარჩენი კიდე ვიღაცა ფიზიკურად, ვიღაცა მაგალითად ჩვენ ყავს, ხო, მსოფლიო შტანგისტი რო ყავს, საკუთარ რეკორდებს რო ხსნის, ხო? ნუ იმას ახლა რაც უნდა მოვიკლა თავინმე ვერ ვაკეთებ, ხო? ნუ ისეთი შესაძლებლობების გაჩნდა და თვითონ წყალი შეუძლია. მაგრამ რაზე უნდა? კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ ნახეთ, მნიშვნელოვანი აქ რა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა შეგეკითხოთ, აი, თქვენ როგორ ფიქრობთ? გოგონა, რომელიც საკუთარმა მამამ მოკლა, ჯერ კიდევ სულწროვანეს არ გამხდარა. როგორი ბედი ქონდა მას? ცუდი ბედი, ხო? მაგ ლოგიკით, ანუ ვაიმე, რაც უნდა დამთავრდა. მე ბარბარეზე გელაპარაკ გითხრათ. ან მაგალითად მეორე არის ადამიანი, რომელიც 15 წელიწადი ჭაში ჩავიდა. ამოთხარა ჭაში და ჩავიდა შეიძლება. რა ბედი იყო მისი ცხოვრება რა არის? სად სიმდიდრე რას? მე შუამგვიმელზე მოგიტოვეთ. ამიბოს ნეკრესელი ცეცხლი ჩააქრო და მაგისთვის აწამეს და ესე მოკლეს. ანუ რა ბედი ქონდა მას, რა იცხოვრა ქვეყანაზე. აი მეგოთ მაგალითად მოდი ზოგადად ვთქვათ. ახალგაზრდა კაცი გამოვიდა და მკურნავდა ადამიანებს. დავარდნილი ფერზე დააყელა და მკურნავდა, ვისაც მიადგებდა, ყველას მკურნავდა. დაიჭირეს ბოროტ ადამიანებმა და წამებით მოკლეს. ინატრებთ ასეთ ბედს? აი აბა რომელმა თქვით კიო? მე ქრისტეს ცხოვრება გითხარით ახლა.
აი მაგალითად გოგონა დაიბადა არ კითხეს არაფერი, ამას შეიძლება თამოხოლმე და კი მიხდებით, ახლა ისე ვისაც გულისხმობ. არაფერი არ კითხეს, ვის უნდა წაყოლოდა. გიყვარს ვინმე, არ გიყვარს, არ უთხრეს. მერე ბავშვი რო შეეძინა, მთელი სახელმწიფო ბავშვის მოსაკლავად დაძდებდა. მერე ეს ბავშვი მოუკლეს წამებით, რო გაიზარდა, დიდი ბიჭი რო გახდა. ას ამისმეც ინატრე ამ სოფლიურ ცხოვრებას. არავინ არ ინატრე. იმიტომ რომ ეს ღვთისმშობლის ცხოვრება ხო გითხარით. ძალიან გოგო შეცვლია. რატო აი ის რომ ჩვენ რაღაც ამ სოფელში ცუდათა ვართ, ის რომ თქვა სუსტათა ვართ, ასე შემდგომ. ამას რაღაც დეტალებს ვერ ვწვდით მართალია, მაგრამ თუ კი თითოეული ჩვენთაგან იცით, ჩემო ძვირფასო და ჩემო საყვარლო ადამიანებო. თითოეული ჩვენთაგან იცით, თუ კი ეს სოფელია მთავარი. მაშინ ამ სოფელში ქრისტეს სახელისთვის შეურაცხყოფა შეთვის არის უბედურება. თუ კი ეს სოფელია მთავარი. არსად არცეთ შემთხვევაში ქრისტე ღმერთი თავის მოციქულებს შესაბამისად თითოეულ ჩვენთანაც. არ გვეუბნება მე რო გამომყვებით, კაი ცხოვრება გიხდებათ. კაი სამსახურებში იქნებით, კარგად ფულს იშონით, იცხოვრებ და იგულავებთო, ბოდიში ახლა ჟარგონისთვის. არსად მსგავს არ გეუბნებათ. პირიქით გეუბნება მე თუ გამომყვებით, ამ სოფელში დევნას დაგიწყებენო. ბევრ თენდანას მოკლავენ კიდეცო. რა გვინდა ჩვენ? თუ კი ჩვენ ეს სოფელი გვინდა და ეს სოფელია მნიშვნელოვანი, მაშინ ჩვენ არა ვართ შემო ძვირფასებო ქრისტიანები. ქრისტიანის რას ნიშნავს? ქრისტიანად ყოფნა. რა არის ქრისტიანად ყოფნა? მდელი დავინახე და უი მოსანათლე ყოფილი ვარ და მოვინათლე. უი მოკდა ვიღაცა და ხო კიტრა პამიტორთან და ლობიოსთან ერთად მდელია კიდე საჭირო და წავედი მდელი მოვიყვანეთ. ესა ქრისტიანობა? ჩვენ ასე გვესმის, ხო? ეს არ არის ქრისტიანობა. ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს ქრისტესთან ყოფნის სურვილს. ქრისტიანი იმიტომ ხარ, რომ შენ გინდა ქრისტესთან იყო და ქრისტეს გარეშე არ იყო. ესაა ქრისტიანობა. და ქრისტესთან ყოფნა რას ნიშნავს? როდესაც ასე გინდა ჩემო ძვირფასო, მე ვინმეს კი არ ვეჩვეულ, ჩემ თავს ვეუბნები ჯერ და მერე თქვენ გეუბნებით. როდესაც ასე გვინდა, ოღონ ქრისტესთან ვიყო. უკვე მეორეხარისხოვანია ჩვენთვის ამ სოფელში, სადაც ახლა ვიყოფები. ქრისტეს სახელისთვის გაგვლანძღავენ, გაგინებენ, მოკლავენ. მეორეხარისხოვანი ნიშნულობა რა აღთქო, იმას კი არ ვამბობ, მაგრამ მეორეხარისხოვანია. თავარია რომ ქრისტე არ დავკარგოთ. როგორ ამბობ თვითონ მაცხოვარი? სასופველი გავსო, სასופველი გავსო ვაჭარსო, რომელმაცო გაიგო რომ აქ ძვირფას მარგალიტიაო, ყველაფერი გაყიდა და ეს მარგალიტი შეიძინაო. ის არის სასופველი. მისთვის რომ ყველაფერი დათმო. რაც შენთვის ძვირფასია, იმისთვის ყველაფერს თმობ, ჩემო კარგო. სინამდვილეში სწორედაც ასე ვცხოვრობ. თუ ადამიანისთვის ეს სოფელია ძალიან ძვირფასი, ამ სოფელში რო შეინარჩუნოს, თუ ძალაუფლებაშია და ძალაუფლება შეინარჩუნოს, ყველაფერს ანადგურებს ირგვლივ, ყველაფერს ყიდის ირგვლივ. თუ ადამიანისთვის ფულია მნიშვნელოვანი ამ სოფლიური, ყველაფერს ცვლის სამშობლოს მიწასაც გაყიდის, როგორც ეს ხდება. თუ ადამიანისთვის ეს სოფელია მთავარი, სამშობლოს მიწას რო უკიდია, ხმას არ ამოიღებს. იმიტომ რატო არ ამოიღებს ხმას? იმიტომ იცის რამაზე რო თქვა სამე პრობლემები შეერდება, რაღაცა მუშაობს და ხელფასი აღარ გამოუშვებს სამსახურიდან. ხელფასი აღარ ექნება. მერე რა რომ ქართული მიწას ყიდიან კაცო. მერე რა რომ თან იცის, რომ ხვანდაზე შვილს და მომავალს ამოუწყვეტავენ. ის უცხო თესლი. ამოუწყვეტია ჩვენთვის საუკუნეების მანძილზე და ასე იქნება ყველაც. ეს ვიცით ყველა, მაგრამ იმდენად ძვირფასია ჩვენთვის ეს სოფელი და ამ სოფლიური საზრუნავები გამოკიდებული ვარ ბედი, ხელფასი, სამსახური, აიმე დედა სახში მქონი მივიტანო რამე და ცხოვრობთ ასე. და თავი ქრისტიანები მგონი ნებისმიერი სახის აღიარება ბედობის ეს არის ქრისტიანობის უარყოფა. ან ჭიშკრებზე გახვედილი ქვების დაკიდება.
ესა წარმართობა, ესა ქრისტიანობის უარყოფა. ნებისმიერი სახის მეფეხეობა, იმედი მეზობლის ბავშვის ფეხებზე ჯერეთი არასერიოზულია ეს. მერიდება ამას რომ ვამბობ. არ არასერიოზულობა. მეზობლის ბავშვის ფეხები ცხოვრება, რაც უნდა დაბანილი იყოს. ფეხია ბიჭო, მაინც ფეხი. ქრისტე ჯვარი მოხდა სიმბოლო და მეზობლის ფეხების იმედად რა ვახარ ბიჭო. ასე როგორ უნდა დაეცე? სიმბოლო გაქვს ჯვარი, ცხონების იარაღი და ვიღაცი ფეხების იმედად ხარ დარჩენილი, კაცო. იმდენად დაცემული ხარ. უძღვები შვილი ზიგავშო წერია, იმდენად დაეცა რომ ღორების სალაფავს თუ ჭამდაო, უხაროდაო, რადგან უკვე საჭველი მქონდაო. ასე დაეცა ადამიანი. იმდენად რომ დაცემული. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, მიენდეთ ღმერთს, მიუტე უფალსა სულმა შეინდა და გამოგზავნო შენ. და უპირველეს ყოვლისა ეძიებდეთ სასופველსა ცათასა და სიმართლესა მისთვის და ყოველივე ესე შეგეძინო თქვენ. ანუ უპირველეს ყოვლისა ცათასა სასופველს და მის სიმართლეს, ანუ ჭეშმარიტებას ეძებდეთ და ეს ყველაფერი ამ სოფლიური შეგეძინება თქვენ. სხვა ადგილზე რასამოს უფალი, რომელი თქვენთაგანიაო რომ შვილმა გითხრას თევზი მაჭამე მამა და შე თევზის მაგირად გველი მიცეო. რომელი თქვენთაგანიაო შვილმა გითხრას პური მაჭამეო და პურის მაგირად კი ქვა მიცეო. და თუ თქვენ ამას არ აკეთებთო, რაოდენ არ გააკეთებს ყოვლად მოწყალე ღმერთი, როდესაც თქვენ რაღაც გჭირდება და მას თხოვთ. აი ეს უწმუნოება, ხო? გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა და დაგლოცოთ მაღალმა ღმერთმა. ჩვენთან არის ღმერთი. არც დაიხოს.